გამარჯობა, მოგესალმებით. პლატფორმიდან მშობლის კივრი, მე გახლავართ თამთა საამიშვილი, ფსიქოლოგი, წარმოვადგენ ორგანიზაცია Mac Georgias და დღევანდელი პირდაპირ ჩართვის დროს შევასრულებ ფასილიტატორის ფუნქციას, გაგაცნობთ ჩვენს სტუმარს. თქვენთან ერთად მოვუსვენ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას და სიამოვნებით წავიკითხო ყველა იმ კომენტარს ან კითხვას, რომლის გამოგზავნათ, შეგიძლიათ პირდაპირ კომენტარის სახით აი ამ ვიდეოს ქვემოთ. ტრადიციულად ვინც გვადევნებს თვალს იცის, რომ 1-2-იან მცირე შესავალს ვაკეთებთ ხოლმე, რადგან ჩვენ მსმენელს ისეთი ოდნავ განსხვავებული ტემპით მისდით ხოლმე შეტყობინებები და ხშირად პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ეს კარგი სტრატეგია, რომ ყველა შემოგვიერთდეს. თუმცა ერთ-ერთი ხშირი კითხვა, რომელთაც მოგვართავენ არის ის, რომ დაიდება თუ არა ჩანაწერი და ამაზეც კი პასუხებთ, რომ თუ ახლა ვერ ახერხებთ პირდაპირ ეთერში ჩვენთან ყოფნას, შეგიძლიათ მოგვიანებით ამავე გვერდზე ჩვენი ვიდეოთეკის ფარგლებში მოიძიოთ ეს და კიდე სხვა ბევრი საინტერესო ვიდეო. თუმცა ჩვენთან ერთად ახლა ყოფნას აქვს ერთი დიდი უპირატესობა, რომ შეგიძლიათ თქვენი კითხვები და კომენტარები აქვე გააჟღეროთ და ჩვენი სტუმრისგან მიიღოთ მათზე პასუხები, რამდენადაც ეს ფორმატი იძლევა ამის შესაძლებლობას. აი მე მგონი ახლა როგორც ხვდები ნელ-ნელა გვერდდებიან მსმენელები. ამიტომ დიდხანს აღარ დავაყოვნებ. წარმოგიდგენთ ჩვენს დღევანდელ სტუმარს, მარიამ ხვადაგიანი არის ნეიროფსიქოლოგი. ჩვენს პლატფორმას უკვე არაერთხელ სტუმრობდა, ამისთვის მარიამ მადლობა მთელი ჩვენი გუნდის სახელით ამ თანამშრომლობისთვის და მსმენელს ვეტყვი, რომ ძალიან ბევრი საინტერესო ვიდეო დაგვიკროვდა უკვე შენთან ერთად ჩაწერილი და როცა დრო ექნება, თურჩევ რომ გადაავლონ თვალი, არ მეგულება მშობელი, რომლისთვისაც არ იქნება აქტუალური განხილული საკითხები, იმდენად ის ხდება ხოლმე, რომ უნივერსალურ თემებზე საუბრობთ ხოლმე შენთან ერთად. ასევე მსმენელი შეამჩნევდა, რომ ჩვენი ჩართვა ითარგმნება ჟესტურ ენაზე, ამისთვის მადლობა ლეკუნა ჯაფოშულს. მეც აღარ გავაგრძელებ, თემას გამოვაცხადებ, ეს არის ბულინგი და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვი. მიუხედავად იმისა, რომ მარიამ დამეთანხმები ალბათ, რომ ეს ბულინგი უკვე ინგლისური სიტყვაა და ქართულად ითარგმნება როგორც აგრა და გახდა პრინციპში ესეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გამოყენებადი სიტყვა, რომ არ მეგულება ადამიანი, ვისაც არ სმენია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც კარგი იქნება განმარტებით დავიწყოთ, განსაზღვრებით დავიწყოთ და ვისაუბროთ მისი აქტუალურობის, ამ თემის აქტუალურობის შესახებაც. ბატონო, მოგესალმებით, სალამი ლეკუნა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მართლა, რომ ეს თემა წამოიჭრა, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ თემა არის ძალიან დიდი. თემა არის იმდენად დიდი, რომ ჩვენ ნამდვილად ვერ მოვასწრებთ დღეს აი ამ 1 საათის მანძილზე ყველაფერი მოვიცვათ. და აღნიშნავ, რომ აი ეს ტერმინი ბულინგი მართლა მსოფლიო მასშტაბით არის გავრცელებული, ყველა ენაზე ბულინგად გამოიყენებენ ამ სიტყვას, იმიტომ რომ ძალიან ხშირი არის და სტატისტიკა ძალიან სინამდვილეში იზრდება ყოველდღიურად, ასე ვთქვათ, რა არის ბულინგი? ბულინგი ეს არის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ჩაგვრა, ესე რომ ვთქვათ, რომელიც ხორციელდება კონკრეტული ერთი ბავშვის მიმართ, დაუშვათ და ბავშვს იმიტომ ვამბობ, რომ არსებობს დაუშვათ დიდებთან მიმართებაშიც ბულინგი, მაგრამ ის რაც ძალიან აქტუალური არის დღეს, ეს არის სკოლის ასაკი, როდესაც ხდება ყველაზე მეტად მსგავსი ტიპის ჩაგვრა. შესაბამისად, როგორც ვთქვი, ეს არის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ჩაგვრა, რომელიც ხორციელდება ერთი კონკრეტული ბავშვის ან შეიძლება იყოს კონკრეტული ჯგუფის მიმართ, ასევე ერთი კონკრეტული პირის მიერ, ან რამდენიმე ინდივიდის და პირის მიერ. ბულინგს ახასიათებს და აი ამ ჩაგვრას ის, რომ ესეთი ცოტათი ამოჩემებული ხასიათი აქვს და ეს ადამიანები არიან ხშირად მსხვერპლი აი ამ ჩაგვრის სწორედ და არის დროში გახანგრძლივებული. ასევე რაც მას ახასიათებს არის ის, რომ ეს არის დამორჩილება აქვს თითქოს მიზანი, აი მანიპულაცია და დამორჩილება, რომ მე
გაგრძნობინებ თავს სუდად, ეს არ არის შემთხვევით განხორციელებული, ამაზე კიდევ უფრო ვისაუბრებ შემდეგ, რომ აი რა განსხვავება არის ბავშვებმა იციან, დაუშვათ ერთმანეთს შეიძლება გაეხუმრონ რაღაცა ზედმეტი სახელების შეარქვენ და რითი განსხვავდება ეს ბულინგისგან, ხო, აქ არის ერთი ძალიან დიდი განმასხვავებელი, ეს არის მიზანი. რომ იმ ადამიანის მიზანი, ვინც ამ შემთხვევაში არის ბულინგის გამტარებელი, არის ის, რომ დაჩაგროს და თავი აგრძნობინოს არაკომფორტულად. რატომ ამას კიდევ თავისი მიზეზები აქვს. მე ასევე გავაზიარებ მაშინ თქვენის ნებართვით პრეზენტაციასაც იმისთვის, რომ სანამ პრეზენტაციას აზიარებ, დავამატებ, რომ შენ აღნიშნა, რომ ძალიან აქტუალურია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ჩვენი პლატფორმის ფარგლებში ესეთი მცირე გამოკითხვა ჩავატარეთ, რაც ხადი ეს ახლა მასშტაბური გამოკითხვა არ იყო, მაგრამ ეხებოდათ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს, როგორც მშობლებს, ისე მათ მასწავლებლებს და ვკითხეთ ჩვენ მსმენელს, რომ გამხდარა თუ არა ბავშვი ბულინგის მსხვერპლი და 72%-მა დაახლოებით დადებითი პასუხი გასცა, ხო? კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არ იყო ისეთი ფართომასშტაბიანი კვლევა, მაგრამ კიდევ ერთხელ უსვამს ხას ამ თემის აქტუალობას. კი ბატონო, მადლობა. თანამედროვე ფაქტიურად, აი ესე თუ გავყვებით იმ ორგანიზაციებს, რომლებიც იკვლევენ ბულინგს, ერთი არის, რომ 20%-ზე საუბრობენ, რომ ყოველი მეხუთე მოსწავლე, ასე რომ ვთქვათ, არის მეტნაკლებად ბულინგის მსხვერპლი, ან ერთხელ მაინც განუცდია და ყოფილა ბულინგის მსხვერპლი და ასევე სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მიმართებაში თუ განვიხილავთ, აღმოჩნდა, რომ რისკი იმისა, რომ სპეციალური საჭიროების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე გახდეს ბულინგის მსხვერპლი, უფრო მაღალია, ვიდრე ტიპიური განვითარების მქონე მოსწავლე. მეორე საკითხი არის, რამდენად ხდება ამის იდენტიფიცირება და ამაზეც ვისაუბრებთ ჩვენ. ამიტომ, სანამ გადავალთ სპეციალური საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში ბულინგზე, ზოგად ჭრილში მინდა რამდენიმე საკითხი განვიხილოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის გავითვალისწინოთ კონტექსტი. ჩვენ როდესაც საუბრობთ ზოგადად ბავშვზე, არა აქვს მნიშვნელობა ტიპიური თუ სპეციალური საჭიროების, ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის კონტექსტი და ის გარემო, რომელშიც ბავშვი იმყოფება, ხო? იმიტომ რომ ბავშვი არასოდეს არ არის განცალკევებულად. ბავშვი არის ოჯახში, ბავშვი არის სკოლაში, ბავშვი არის სოციუმში. შესაბამისად, ჩვენ უნდა განვიხილოთ სწორედ აი ეს მთლიანი კონტექსტი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ზოგადად ბულინგი განვიხილოთ და არა მხოლოდ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მიმართებაში. ბულინგი, როგორც უკვე ვთქვი, ეს არის ეგრეთ წოდებული ჩაგვრის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც შეიძლება იყოს ან ფიზიკური და სხვადასხვანაირად შეიძლება დავყოთ ესეც, ვიწროდ ან უფრო ისე. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური ბულინგი, ეს შეიძლება იყოს ემოციური ბულინგი, სადაც აი ვერბალური სიტყვიერი შეურაცხყოფა, სოციალური, სადაც უკეთებენ იგნორირებას, იზოლაციას, დაბადების დღეზე მაგალითად ერთ-ერთი საქართველოში არსებული ის მახსენდება, როდესაც დაპატიჟეს მთელი კლასი ერთი ბავშვის გარდა, ხო? ანუ ესეც ბულინგი არის და როდესაც ეს ხდება არაერთხელ. და შეიძლება იყოს შერეული და შეიძლება იყოს ორი, ანუ ფიზიკურით და ემოციურით და ის რაც დღეისათვის კიდევ არის ძალიან აქტუალური, ეს არის კიბერბულინგი. რომლის მართვაც ყველაზე რთული არის, იმიტომ რომ ფაქტიურად არ იცი ვინ არის ის ადამიანი, ვინც განახორციელებს ჩაგვრას, იმიტომ რომ ვიცით, რომ ეს შეიძლება იყოს სხვა ფსევდონიმით შემოსული ადამიანი კიდევ, ხო, ანუ იდენტიფიცირება ამის ძალიან რთული არის. და ესეც არის 21 საუკუნის ძალიან დიდი გამოწვევა. რითი ხასიათდება, ასე ვთქვათ, ბულინგი, ხო? როგორც წესი ადამიანებს, რომლებიც ახორციელებენ მსგავსი ტიპის ჩაგვრას, აქვთ ეგრეთ წოდებული უპირატესობის განცდა რაღაცით. ამის მიღმა მიუხედავად იმისა, რომ ეს ღრმად რო გავყვეთ, შეიძლება ძალიან დაბალი თვითშეფასება იმალებოდეს ამ ადამიანშივე და ის, რასაც ხშირად კვლევები ადასტურებს, არის რომ თავადაც არიან ხოლმე ისინი ხშირად ბულინგის მსხვერპლი ან ოჯახის მხრიდან, ან უფროსი კლასელების მხრიდან, მაგრამ აი ამ პროცესში, სადაც ის ჩაგრავს სხვას, მას აქვს აი ეს დომინანტობის განცდა, რომ ის უფრო ჭკვიანია, ის უფრო ფიზიკურად ძლიერია, ის უფრო უპირატესია რაღაცა ნიშნით.
და ეს ჩაგვრა არის ძალიან მიზანმიმართული ზიანის მეყენების მიზნით, რომ მსხვერპლმა, აი ამ ბულინგის მსხვერპლმა თავი იგრძნოს ცუდად, ან აი მან დაანახოს ამ ვინც ახორციელებს ჩაგვრას თავისი უპირატესობა და უშუალოდ შეასრულებინოს ისეთი აქტივობები, რომელიც მან გადაწყვიტა, რომ მეორე ადამიანმა უნდა შეასრულოს და ასევე როგორც უკვე აღნიშნე, ეს არის ქრონოლოგიური, ცოტა ხანგრძლივი და არ არის ერთჯერადი და ერთ კონკრეტულ სიტუაციაში. ის რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და აუცილებლად უნდა აღვნიშნო არის ის, რომ თუ ჩვენ განვიხილავთ და აქვე ვიტყვი მაშინ, სამი კომპონენტისგან შედგება, ასე ვთქვათ, აი ეს პროცესი. ერთი ბულინგის გამტარებელი ადამიანი, ანუ ადამიანი, რომელიც ჩაგრავს, მეორე ბულინგის მსხვერპლი ადამიანი, ანუ რომელსაც ჩაგრავენ და მესამე ეგრეთ წოდებული, აი გადავალ და მე დავბრუნდები, შემსწრე ადამიანი. მომსწრე როგორც გვინდათ დავარქვათ. რას ნიშნავს ეს? ნახეთ, როდესაც სკოლაში ხორციელდება ბულინგი, როგორც წესი, ეს ერთ-ერთზე ნაკლებად არის. ანუ ამას უყურებენ სხვა კლასელებიც. და აი აქ ძალიან იყოფა როგორი რეაგირება აქვთ აი ამ სხვა დამსწრე ადამიანებს, ხო? და აი ესეც იყოფა სამ ნაწილად. ერთი უბრალოდ ადამიანი, რომელიც არის იქ და არ რეაგირებს არაფერზე, მეორე შემთხვევაში ადამიანი, რომელიც იცავს, ასე ვთქვათ, და მესამე შემთხვევაში ადამიანი, რომელიც ყვება აი ამ ბულინგის გამტარებელს და თვითონაც ხდება ბულინგის გამტარებელი. ჩვენ როდესაც პრევენციაზე და რეაგირებაზე ვისაუბრებთ, ნახავთ, რომ როდესაც ბულინგთან მიმართებაში ესეთი სამოქმედო გეგმებს ქმნიან, ძალიან დიდი კომპონენტი სწორედ აი ამ რგოლზე მიდის. იმიტომ რომ შემსწრეს აქვს აქ ძალიან დიდი როლი, ერთი მარტივი მიზეზით. როგორც უკვე ვთქვი, ბულინგის გამტარებელ ადამიანს სურს დომინანტობის მოპოვება. ის ეგრეთ წოდებულად ძლიერი ხდება, როდესაც აი ამ ბულინგს ახორციელებს და დანარჩენები უყურებენ, ხო? ეს თუ არ გახდა მისაღები სრულიად აი ამ საზოგადოებისთვის და კლასისთვის, ჯგუფისთვის, რომელიც ამას უყურებს, ბულინგის ასე ვთქვათ, სიხშირე მცირდება. ხო, ამ შემთხვევაში. ამიტომ ეს არის ის რგოლი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს რა რგოლი გამოდის? კლასი მთლიანად და ზოგადად სკოლა და შემდეგ ოჯახში თითოეული წევრი და საზოგადოება. ანუ ჩვენ თითოეული ადამიანი ვქმნით სწორედ აი იმ რგოლს, რომელიც ხელს უწყობს ან ბულინგის გამწვავებას და გამეორებას, ან პირიქით შემცირებას. როგორ შეიძლება იყოს გამოხატული ბულინგი? ეს არის ერთ შემთხვევაში დამაკნინებელი მეტსახელების დარქმევა მაგალითად. თუმცა, ასევე აი მომდევნო სლაიდი იქნება, შემდეგ შეუძლია მსმენელს დამაყურებელს თვალი გადაავლოს. აი შეიძლება მშობლს გაუჩნდეს შეკითხვა, რომ ნუ აი ბავშვები ეს ეხუმრებიან ერთმანეთს და ჩვენთან ხშირად არის, რომ ასე ბავშვები სულ ეხუმრობდნენ ერთმანეთზე, თითქოს დასცინოდნენ ერთმანეთს და რატო გახდა ახლა ეს ასეთი პრობლემა. განსხვავება არის ის, რომ შეხუმრების დროს ეს არის მისაღები ორივესთვის. და როგორც ეს ეძახის, რომ აი რაღაცა გძელთმიანი გოგო ხარ, ანუ აი არ ვიცი, ხო, პატარებს განსაკუთრებით ახასიათებთ, იმ მეორე ადამიანიც ერთვება ამ პროცესში, ან შეიძლება ეწყინოს, მაგრამ იღებს ეს მეორეც, რომ ნუ ეწყინა, არ მოეწონა, ანუ ორმხრივი პროცესია. როდესაც ბულინგზე ვსაუბრობთ, ეს არ არის ორმხრივი პროცესი. ეს არის სამხრივად გაშვებული, ესეთი მიზანმიმართული დაკნინების სურვილით განხორციელებული ქმედება. ეს დაკნინებაც შეიძლება, ვინაიდან მოზარდებზე და ბავშვებზე ვსაუბრობთ, არ იყოს ესე გააზრებული, მაგრამ ის, რომ დომინანტობის სურვილი აქვს და შეუძლია манипуლირება, რომ უნდა კარგ ხასიათზე იქნება, უნდა ცუდ ხასიათზე იქნება, აი ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება ასევე იყოს დაცინვა. მუქარა, შანტაჟი, აი ხშირად არის ისევ ჩვენი რეალობიდან მახსენდება, როდესაც ართმევენ პატარებს ნივთებს, მაგალითად დიდი ფიზიკურად უფრო ძლიერები, ან
აიძულებენ რომ აი ყველაზე ისეთი თითქოს უმტკივნეულო გაეგზავნოს სასადილოში. ხო ერთხელ, ორჯერ, 10ჯერ მიუხედავად იმისა, მას აღარ უნდა წასვლა, ხო? აი თუ არ წავა, ის დაჩაგრავს. ხელისყრა, აი თუნდაც ესეთი მოძრაობა, რაც ვითომ არასაზიანო არის, მაგრამ სინამდვილეში შეურაცხმყოფელი არის. ჯგუფიდან გარიყვა და იგნორირება. მე ადრეც აღვნიშნე საუბრის დროს მახსენდება ერთ-ერთი გოგონა 16 წლის, რომელიც მძიმესი დეპრესიით იყო, აი სუიციდის მცდელობაც ჰქონდა, ძალიან მძიმე დეპრესია იყო და როდესაც ჩავეწიეთ, აღმოჩნდა რომ ზოგადად კლასი უკეთებს იგნორს. თითქოს არ არსებობს. სკოლაში ეს გოგონა არავინ არაფერს ეთმეც არ ეუბნებოდა, არავინ შეურაცხყოფას არ აყენებდა, უბრალოდ არავინ არ ეკონტაქტებოდა. ეს მოზარდი ისე მიდიოდა სკოლაში და შემდეგ უკან ისე მოდიოდა, თითქოს არც არსებობდა. რაც არის ძალიან სერიოზული ემოციური წნეხი, რა თქმა უნდა. დამამცირებელი წარწერები რვეულში, ჩანთაზე, წიგნზე, ნივთების წართმევა და დაზიანება, ფიზიკურად, ასე ვთქვათ, ცემა, ცილის წამება და ჭორების გავრცელება ასევე არის ერთ-ერთი ბულინგის, ესე ვთქვათ, სტრატეგია. ან აი ესეთიც არის ხოლმე, რომ ის დომინანტი გოგონა ან ბიჭი, რომელიც ჯგუფში არის დომინანტი, უკრძალავს დანარჩენებს ამ ერთ ადამიანთან, ან რამდენიმესთან შეიძლება, მაგრამ მეგობრობას და აშინებს, რომ მათ თუ ემეგობრებით, მაშინ ჩემი მეგობარი აღარ იქნები, ხო? ანუ აი ესეც არის ეგრეთ წოდებული ბულინგი. სტატისტიკაზე პრინციპში ცოტათი ვისაუბრეთ, რომ დაახლოებით 20% არის ბულინგის მსხვერპლი. მამაკაცები უფრო მეტად არიან ფიზიკური ბულინგის მსხვერპლი, ვიდრე ქალები და სხვათა შორის საინტერესოა, გოგონებიც არიან ხოლმე ბულინგის გამტარებლები, თუმცა როგორც წესი ისინი აი ამ ბულინგს ახორციელებენ ისევ გოგონებზე. ბიჭები ბულინგს ახორციელებენ ბიჭებზეც და გოგონებზეც. ხო? და ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის, ყველაზე ხშირად ბულინგი გვხდება სკოლებში. სკოლებშიც არის გამოყოფილი ადგილები და ეს არის ის ადგილები, სადაც უფროსებს ნაკლები წვდომა აქვთ. მაგალითად სასადილო. ძალიან ხშირად და საქართველოში მე ძალიან ხშირად მოუმართავთ, როდესაც ბულინგი ხდებოდა საპირფარეშოში. აი ეს არის კიდევ ძალიან ისეთი სივრცე და ადგილი, სადაც ხდება ბულინგი. კიბებს მიღმა, ანუ ისეთ შეფარებულ ადგილებში, სადაც უფროსი ნაკლებად არის. და ეს არის კიდევ ძალიან საინტერესო სტატისტიკა, რომ ის ადამიანები, მოსწავლეები, ვინც ბულინგით მსხვერპლი იყვნენ, მათი 41% მოელის მუდმივ რეჟიმში, რომ კიდევ გახდება ბულინგის მსხვერპლი და საკმაოდ დიდი ნაწილი უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე, იმიტომ რომ თავისთავად სკოლა ხდება არაუსაფრთხო გარემო მათთვის და საერთოდ აღარ უნდა სკოლაში წასვლა, იმიტომ რომ იქ ეშინია, რომ ისევ გახდება ბულინგის მსხვერპლი. როგორ შეიძლება ზოგადად ეჭვი გაგიჩნდეს და აი რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ამოვიცნოთ ბულინგის მსხვერპლი ბავშვები, იმიტომ რომ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის იდენტიფიცირება გავაკეთოთ, ხო, რომ აი სადღაც ეჭვი უნდა შემეპარეს, როგორც მასწავლებელს, მშობელს, რომ აი აქ რაღაცა ისეთი არ არის, როგორც უნდა იყოს. ეს არის აი მასწავლებლისთვის დაკვირვება ჯგუფის დინამიკაზე მაგალითად, რა ხდება კლასში, ვინ მისთან მეგობრობს. აი, როდესაც დასვენებებზე გამოდიან, ვინ ჯგუფდება ერთად, რჩება თუ არა ვინმე გარიყული, როგორი მიმართვები აქვთ ერთმანეთთან. ხომ არ არის ბავშვი, რომელიც არის განსაკუთრებულად ჩუმი, მორცხვი, თავისთვის მარტოა, არ ცდილობს სხვებთან შერევას, ან ბავშვი, რომელსაც მუდმივად აბალებს ჯგუფი, რომ აი რაღაცა დავალებები შეასრულოს, რომელსაც მუდმივად დასცინიან და ის არ პასუხობს და არ რეაგირებს, ხო? აი ამებზე დაკვირვება ძალიან მნიშვნელოვანი არის დამრიგებლის და მასწავლებლის მხრიდან. არსებობს სხვადასხვა სკოლებში ეგრეთ წოდებული ანონიმური გამოკითხვები, აი შეიძლება ყუთებით ჩვენთანაც არის, რომ ბავშვს შეუძლია თავად ჩააგდოს და მასწავლებელს შეუძლია სთხოვოს, რომ აი ბავშვებო ვინმე ასევე თავის ხრიდან თუ გრძნობს თავს დაჩაგრულად, ან შეიძლება სხვა შეესწროს ამ ფაქტს და ანონიმურად ჩააგდოს. ასევე ძალიან კარგი პრაქტიკა არის
ეს ყოველთვის ყველაზე მეტად მომწონს ღიაობა, მეგობრების წრე, მაგალითად, სადაც ყველანი ერთად და სკოლა გამოყოფს სივრცეს, რომ არა ანონიმურად, არამედ დაუშვათ ყოფენ ჯგუფებად და 15 ბავშვი ერთად ზის და ამბობს კვირის მანძილზე რა მოეწონა და რა არ მოეწონა. და ამ პროცესში შეიძლება ერთ-ერთმა თავად თქვას, რომ მე არ მომეწონა, როგორ მომექცა დღეს თამთა. ან ლეკუნამ თქვას, რომ მე არ მომეწონა მარიამი, როგორ მოექცა თამთას. და აი ეს ღიად ისაუბრონ. თუმცა ამას თავის საფრთხეები აქვს. ხო, ეს მასწავლებელმა და სკოლამ უნდა გადაწყვიტოს ამ ეტაპზე ანონიმურობა ჯობია თუ დიახ. მაგრამ აქ შეკითხვა შემოვიდა მშობლის პერსპექტივიდან, რომ მშობელი როგორ უნდა მოიქცეს, რომ შვილი იხსნას და დაიცვას ბულინგისგან. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, იმიტომ რომ სწორედ მივდივართ ახლა იმ თემაზე, რომ როგორც უკვე ვთქვი, აი ამ ადამიანების გარდა, ვინც არის მსხვერპლი, გამტარებელი, არსებობენ ეგრეთ წოდებული მომსწრეები. მშობლებმა რა უნდა გავაკეთოთ ზოგადად? ეს არის ბავშვებთან ვისაუბროთ ბულინგზე. რა არის ბულინგი? რატომ არის ცუდი? როგორ შეიძლება, როგორ გრძნობს და სტრატეგიებზეც ვისაუბრეთ, მაგალითად, იქნება ეს ფილმი თუ მოთხრობა, როგორ გრძნობს ბულინგის მსხვერპლი ადამიანი თავს. ასევე ისაუბროს ბულინგის გამტარებელზე. რატო საუბრობთ ამ შემთხვევაშიც მოთხრობებზე და ფილმებზე? ბავშვები განსაკუთრებით უკვე სადღაც 9-10 წლიდან ხო უყურებენ ფილმებს და ძალიან კარგად აღიქვამენ, მანამდე უფრო შეიძლება ესეთი რთული სიუჟეტების აღქმა გაუჭირდეთ. ძალიან კარგად აღიქვამენ ემოციურ მდგომარეობებს, სხვების. და აი მშობლებს რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს არის მაქსიმალური კომუნიკაცია ბავშვთან, რომ ბავშვს კონდეს უსაფრთხოების განცდა და მან იცოდეს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს მშობელს, გაუზიაროს და მოუყვეს. ეს ერთი კომპონენტი და მეორე, მშობელმა უნდა იცოდეს, როგორი რეაგირება უნდა ჰქონდეს ამაზე. თუ მშობელი ამის შემდეგ ურეკავს მეორე კლასელის მშობელს, ყვირილით, ჭხუბით ან იმ ბავშვს აყენებს შეურაცხყოფას, რაც იწვევს მერე აი ამ პირიქით უკუტალღას, ხო? ამას შეიძლება გაამწვავოს. ამიტომ მშობელმა უნდა იცოდეს, რომ თავად მისცეს ბავშვს უკავშირი, რომ მე შენთან ვარ, მე შენს გვერდით ვარ და ძალიან დიდი მადლობა, რომ გამიზიარე. ჩვენ ერთად ვცადოთ ამ პრობლემის გადაჭრა. შემდეგ ესაუბროს მასწავლებელს, თუმცა აქვე უნდა დავძინო, რომ მასწავლებელმაც უნდა იცოდეს, რა რეაქცია უნდა ჰქონდეს და არ შეიძლება რეაქცია იყოს, რომ შემდეგ კლასში გამოვიდეს და შეარწმუნოს ის, ვინც ბულინგის გამტარებელია მთელი კლასის წინაშე, იმიტომ რომ აქაც უკვე შედეგი მოყვება. არამედ მასწავლებელმა შემდეგ უნდა იცოდეს, როგორ შეკრას კლასი და კლასში როგორ იმუშაოს ბულინგის თემაზე, როგორ იმუშაოს მიმღებლობაზე და ასე შემდეგ. აქვე აუცილებლად მინდა აღნიშნო, რომ ბულინგის გამტარებელი ასევე არის მსხვერპლი. რატომ? მარტივად ვიტყვი, ბავშვი, რომელიც ემოციურად კარგად გრძნობს თავს და რომელსაც აქვს ემოციური კეთილდღეობა, სხვისი ჩაგვრით ვერ იღებს, ასე ვთქვათ, პოზიტიურ ენერგიას. ხო, ამიტომ ბავშვი, რომელიც სხვასთან ჩაგვრის ფონზე იმაღლებს თვითშეფასებას, შეიძლება ასეც იყოს. შეიძლება პირიქით აი ძალიან მაღალი თვითშეფასება აქვს და ამით გონია, რომ თუ მანიპულირებას გააკეთებს, კიდევ უფრო ესეთი არის, ხო? ანუ იქაც არის მხარდასაჭერი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიცოდეთ. მშობლებმა აქეთა მხრიდანაც, ვინც დაუშვათ ბულინგის მსხვერპლის მშობელია, რომ იმ ბავშვსაც სჭირდება მხარდაჭერა და ამიტომ უნდა შეიკრას ყველა რგოლი. იქნება ეს. მარიამ, აქ ერთ-ერთი მშობელი გვწერს, რომ პირველ რიგში ხას უსვავს იმას, რომ ამ თემაზე საუბარი არის მნიშვნელოვანი, ეს ლექციები სკოლაში ჩატარდეს და მიიღონ სათანადო განათლება ბავშვებმა, რომ თითოეულმა მათგანმა იცოდეს, რომ ბულინგი დანაშაულია. ეს ერთი კომენტარია.
და იგივე მსმენელი გვწერს, რომ საკუთარი გამოცდილებით სწორედ ის მშობლები არიან წინააღმდეგი მსგავსი ლექციების ჩატარების, ვისი შვილებიც არიან მოძალადეები. და ალბათ შეიძლება ეს რიგ შემთხვევაში ასეც იყოს, თუმცა ალბათ თუ კი დავუფიქრდებით, ძალიან ცოტა მშობელია ისეთი, რომელსაც მოსწონს და უხარია, რომ ის შვილი ვინმეს ჩაკრავს, ხო? ალბათ ამის გაცნობიერებაც არის, ხო, ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ არავის არ მოსწონს ალბათ, არავის ალბათ ხომაღალბათ ხომ, უმეტესობას არ მოსწონს, მაგრამ აქ არის რამდენიმე ტიპის სირთულე. ერთი რომ ძალიან დიდ ჯაჭვზე მივდივართ, ერთი რომ აღიარება, შეიძლება მას არ ჯერა საერთოდ რომ ის და ესეც შემთხვევები ხვის მიმართ იყოს ბულინგის გამტარებელი და ვერაფრით ვერ აღიარებს, იმიტომ რომ ოჯახში არ ის პირადად არ ძალადობს ბავშვზე არანაირად და ამიტომ ისთვის ყოვლა წარმოუდგენელია რომ საიდან შეიძლება მისი შვილი, რომელიც ესე ყავს გაზრდილი უცებ გახდეს ეგრეთ წოდებული მოძალადე. მეორე არის, რაც ჩვენს რეალობაში ნამდვილად არის, რომ თავად არის გარკვეულწილად ბულინგის მსხვერპლი იყო შეიძლება და ამიტომ მიაჩნია რომ მისმა შვილმა რომ თავი დაიცვას დიახაც ნაცვლად იმისა, რომ იყოს მსხვერპლი, იყოს ბულინგის გამტარებელი, ესეც შეიძლება აღმოჩნდეს და აქაც მხარდაჭერა სჭირდება კიდევ ერთხელ ბავშვსაც და მშობელსაც, რომ რატომ არ არის ეს სწორი სტრატეგია და მეორე რომ ის შეიძლება რაღაცნაირად თავად არის გაზრდილი იყო ისევ აი ას მსხვერპლი გარკვეულწილად და ამიტომ ისთვის მისაღებია. ერთ შემთხვევაში რომ მისი შვილი მსხვერპლი არის და მეორე შემთხვევაში რომ მისი შვილი არის ამ შემთხვევაში გამტარებელი. ამიტომ ესე არჩევითად მე ვიტყოდი რომ აი ამ ბულინგის საკითხებზე საუბარი სკოლამ უნდა გადაწყვიტოს, რა თქმა უნდა, მშობლებთან შეთანხმებით, მაგრამ დღეისათვის ეს არის ისეთივე საჭიროება, როგორც არსებობს, რა ვიცი, სამოქალაქო საკითხები, ხო, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, როგორ მოვიქცეთ საგანგებო სიტუაციებში, რაც ვიცით, რომ ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ბავშვს ასწავლოთ ხანძრის დროს და წყალდიდობის დროს, როგორ უნდა მოიქცეს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამიტომ სკოლის პრიორიტეტი უნდა იყოს. თუმცა აქვე გეტყვით, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის მსოფლიო მასშტაბის პრობლემა. იქმნება სპეციალური კურიკულუმები სკოლებში, თუ როგორ რა აქტივობებით ანუ პრევენცია გააკეთონ ბულინგის, იმიტომ რომ როგორც ნებისმიერი სირთულის ბულინგის პრევენცია ყოველთვის უფრო მარტივია, ვიდრე უკვე აღმოცენებული და ესეთი ფესვგამდგარი ბულინგის შემდეგ დაშლა. ამიტომ რომ ეს ძალიან რთული პროცესია. შესაბამისად, მშობლებს კიდევ რა შეუძლიათ გააკეთონ იაქტიურონ იმაზე, რომ მსგავსი საკითხების შესახებ განხილვა სკოლებში შემოვიდეს. მოიწვიან სპეციალისტები თუ მასწავლებლებს აქვთ შიში, რომ არიციან, იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი პროცესი, ამას უნდა მართვა. ეს უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა ვმართოთ. შეიძლება მასწავლებლებსაც სჭირდებოდეს გაძლიერება სხვადასხვა სპეციალისტების მხრიდან და არსებობს საქართველოშიც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და განათლების სამინისტროსაც ნამდვილად აი ეს სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ყოველთვის სურდა და არაერთ შეხვედრაზე ყოფილვართ, სადაც აი ამ თემაზე გვისაუბრია, რომ როგორ გავაკეთოთ პრევენცია. თუმცა ისევ და ისევ აქაც ჩართულობაზეა მშობლის, მასწავლებლის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს უბრალოდ ის რაც აღნიშნე, რომ როგორც აღმოჩნდა დაახლოებით 27% სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის მიმართ აფიქსირებს, რომ განხორციელდა ბულინგი და ეს ბულინგი იყო უფრო მეტად ვერბალური და იგნორირება ფიზიკურ ბულინგს ნაკლებად ახსენებენ. ვინ ხდება ბულინგის მსხვერპლი, ასე ვთქვათ, როგორ ირჩევა? ესენი ძირითადად არიან ის ბავშვები, ვინც არის რაღაცით განსხვავებული, მოდით ასე ვიტყვი. რას ნიშნავს განსხვავება? მაგალითად ეს შეიძლება იყოს შღალთმიანი, რა ვიცი, აი სკოლაში შეიძლება თითქოს ხუმრობა იყოს, მაგრამ მუდმივად ეხუმრებოდნენ აი ამ შღალთმებზე, შეიძლება იყოს ბავშვი, რომელსაც უკეთია სათვალე. ძალიან ხშირი არის ბავშვი, რომელსაც სასმენი აპარატი ან კოხლიარული იმპლანტი უკეთია, მშობელი აღნიშნავს, რომ დასცინიან ბავშვები და ამის გამო სკოლაში წასვლა აღარ უნდა. ეს ძალიან ბევრი შემთხვევა გქონია. ეს შეიძლება იყოს ჟესტური ენის გამოყენება. და ამის გამო დასცინოდნენ.
ეს შეიძლება იყოს ჭარბწონიანობა, ეს შეიძლება იყოს მაგალითად ხშირად არის ასევე სოციალურად დაუცველი თუ არის, ან ეკონომიურად არ არის, ასე ვთქვათ, ოჯახი ძლიერი, ამ შემთხვევაში შეიძლება ბავშვი გახდეს ძალიან მაღალი, ან პირიქით პატარა ფიზიკურად, ანუ ნებისმიერი ნიშნით განსხვავებული. შესაბამისად, სპეციალური საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის აი ეს განსხვავებული ამ შემთხვევაში და ის ხშირად ხდება სამწუხაროდ ბულინგის მსხვერპლი. ცალკე ჯგუფად გამოვყოფ კიდევ იმ ბავშვებს, რომელთა ეს განსხვავებულობა, ეგრეთ წოდებული, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ სინამდვილეში, მაგრამ აი ეს თვალსაჩინო არ არის და ამ შემთხვევაში ვსაუბრობ დასწავლის უნარის დაქვეითებაზე, ჰიპერაქტივობის სინდრომზე და ასე შემდეგ, ისინიც ძალიან ხშირად ხდებიან ბულინგის მსხვერპლი, იმიტომ რომ აი ეს გაუგებარია ბავშვებისთვის. აქ ამაზე უკვე ვისაუბრე და პრინციპში აღარ გავჩერდები, რა არის მნიშვნელოვანი, რომ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მიმართებაში და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მიმართებაში რა უნდა გავაკეთოთ. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში ჯგუფს, რომელიც ან იმ ადამიანს, რომელიც ახორციელებს აი ამ ბულინგს, არ აქვს ინფორმაცია, რას ნიშნავს იყო განსხვავებული. ანუ ზოგად ჭრილშიც რომ ავიღოთ ჩვენ თუ საზოგადოება, მასწავლებლების სკოლა ვიმუშავებთ განსხვავებულის მიმღებლობაზე. იქნება ეს ფიზიკურად განსხვავებული ემოციური მდგომარეობით თუ ასე შემდეგ. ჩვენ ყველასთან მიმართებაში მუშაობთ, იქნება ეს ტიპიური განვითარების თუ სპეციალური საჭიროების, ხო? ამიტომ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის ინფორმაციის მიწოდება. ინფორმაცია როგორ უნდა მივაწოდოთ, როგორც უკვე აღნიშნეთ, ეს შეიძლება იყოს სკოლაში წაკითხული მოთხრობა, აი თვეში ერთხელ დაეთმოს მაგალითად, კვირაში ერთხელ გააჩნია საჭიროებას, ან ერთად უყურონ მულტფილმებს პატარებმა, დიდებმა ფილმს და განიხილონ შემდეგ ერთად. ისევ აი არაპირდაპირი ბულინგიდან შეიძლება იყოს პირდაპირ ბულინგზე ფილმი, ან არაპირდაპირზე, მაგრამ იყოს ჩაგვრის ელემენტები, რომ ერთად განიხილონ ყველას პერსპექტივა, როგორ იცნო თავი მსხვერპლმა, რას გრძნობდა ამ დროს გამტარებელი, რას გრძნობდა ამ დროს შემსწრე, რა შეეძლო მას გაეკეთებინა, ან რა არ შეეძლო გაეკეთებინა და ასე შემდეგ. ასევე ერთ-ერთი აქტივობა, მაგალითად ზოგადად არის ეს აქტივობა ყველასთან მიმართებაში, დაკუჭული ადამიანი ეგრეთ წოდებული, როდესაც დიდი ქაღალდის ფორმატზე ჯგუფს თხოვენ, რომ დახატონ ერთობლივად ჩვეულებრივი ადამიანის ზომის სხეული მთლიანად და შემდეგ ყველამ სათითაოდ უნდა მიაწეროს ნეგატიური რაღაც, მაგალითად რას გავხარ, რა მახინჯითმები გაქვს, როგორი შტერი ხარ და ასე შემდეგ. შემდეგ კუჭავენ, აი მაქსიმალურად ყველა ერთად კუჭავს აი ამ დიდ ფორმატის ქაღალდს და შლიან. როდესაც უკან შლიან, ახლა წარმოგიდგენიათ ხო მთელი კლასი რომ ქაღალდს დაკუჭავს, ის რა მდგომარეობაში იქნება და კედელზე აკრავენ და ეს არის ნათელი დემონსტრირება იმისა, თუ რა ემართება ადამიანს სინამდვილეში შინაგანად, როდესაც მის მიმართ მიდის მუდმივად ნეგატიური. ამის შემდეგ მათ კვლავ სთხოვენ იგივე ადამიანის დახატვას, ოღონდ ამჯერად უნდა დააწერონ პოზიტიური უკავშირი, ასე ვთქვათ, და სთხოვენ არა დაკუჭვას, არამედ გამოჭრას ნაზად, ისე რომ არ დაზიანდეს აი ეს ფორმატი და გვერდით აკრავენ ამ დაკუჭულ ადამიანთან და ჯგუფი განიხილავს განსხვავებას აი ამ ორს შორის. ეს არის ესეთი მარტივი აქტივობა. მაგალითად, პატარებთან მიმართებაში ძალიან მარტივი აქტივობა იდენტიფიცირებისთვის საწყის ეტაპზე, მაგალითად არის მე ძალიან მომწონს, როდესაც მასწავლებელი მარტივ ასეთი ნეიტრალურ კითხვას უსვამს თითოეულ მოსწავლეს და რაც ანონიმურია, რომ ვის გვერდით ისურვებდი, რომ მიჯდე მომდევნო კვირას. და ბავშვები წერენ თავისთვის სასურველ ადამიანს. ამით მასწავლებელი ნახეთ რას იგებს, რომ მე თუ კლასის ნახევარი აღმოჩნდა, რომ მას სურს დაჯდეს თამთასთან, გასაგები არის, რომ თამთა არის ძალიან პოპულარული კლასში. თუ ლეკუნას გვერდით დაჯდომა არავის არ მოუნდა, მასწავლებლისთვის ეს არის ნიშანი, რომ ლეკუნა არის გარიყული. ანუ აქ მე ხარ რაღაცა ისეთი უნდა გავაკეთო, რომ ლეკუნაც შემოვიდეს ჯგუფში.
და აქ შემოდის უკვე ისეთი აქტივობების დაგეგმვა და ისე დაგეგმვა, რომ ყველა კლასის ყველა მონაწილე იყოს ჩართული თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ვიღაცა დაგეგმვის პროცესში, ვიღაცა განხორციელების პროცესში, ვიღაცა უკავშირის მიცემის პროცესში და ასე შემდეგ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან, როდესაც საუბრობთ, მასწავლებლებმა და მშობლებმა მიაწოდონ ინფორმაცია თუ რა ტიპის საჭიროებები არსებობს და მათ როგორ შეუძლიათ, ანუ ბავშვებს როგორ შეუძლიათ დაეხმარონ სპეციალური საჭიროების მქონე თანატოლებს. და აქ ძალიან დიდი როლი აქვს მშობელს და მასწავლებელს, იმიტომ რომ მან ხარი უნდა დაუჭიროს, მან იდეა მიაწოდოს, მასთან ერთად მოძებნოს შეიძლება, ხო? ანუ აი ეს ძალიან გადამწყვეტია რა როლურ მოდელს ვაძლევთ ჩვენ ზრდასრულები ამ შემთხვევაში ბავშვებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის და ძალიან კარგი არის თუ მაგალითად კლასში არის თუნდაც კოხლერული იმპლანტის მქონე ბავშვი და მასწავლებელმა ისაუბროს ამ ბავშვთან ერთად და აქ არ დაგვაუწყდეს რომ თავად სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლის გაძლიერებაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ თავისი მდგომარეობის მიმართ მიმღებლობა ჰქონდეს. ამ შემთხვევაში მასწავლებელმა შეიძლება დანარჩენები ჩართოს ადაპტირების პროცესში. და კლასთან ერთად, ყველამ ერთად განიხილოს ამ ბავშვთან ერთად, რომ აი ხმა, რომ უკეთ გაიგო, სად ჯობია რომ დაჭდე. და კლასმაც თქვას, რომ უი, ხო, მიცით რა, აი შეიძლება აქედან ხმაურია, იმიტომ რომ ფანჯარასთან ძალიან დიდი ხმაური შემოდის და ეს მანქანების ხმაური ხელს უშლის მას. ანუ ჩართოს მთელი კლასი აი ამ ადაპტირების პროცესში, ასე ვთქვა, და არა მარტო ამ ბავშვისთვის, ერთმანეთისთვისაც, როდესაც ვიცი, რომ მცირე მხედველი არის ადამიანი და სათვალე უკეთია, შეიძლება უმჯობესი იყოს მისთვის, რომ წინ იჯდეს. და ეს ერთნიშნულოვნად ესე კი არ გადავწყვიტო, არამედ აი ესე შევთანხმდეთ და ღიად იყოს, რომ მე მაქვს ეს საჭიროება და ამიტომ კლასი, რომელსაც და სხვას არ აქვს ეს საჭიროება, თანახმაური პირველ რიგზე ვიყო მე. დავუშვათ, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი არის გუნდური აქტივობების დაგეგმა, არა მარტო კლასის ფორმატით, არამედ აი ეზო გასვლითი აქტივობები, სადაც ასევე სახალისო აქტივობები, სასიამოვნო პროცესი უნდა იყოს ბავშვებისთვის, აი ერთმანეთთან ურთიერთობა და სოციალურ-ემოციური სასწავლო აქტივობები. ხო, ჩვენ სამწუხაროდ რაღაცნაირად ჩვენი განათლების სისტემა ისე არის, რომ აკადემიურ მხარეზე არის ძალიან დიდი ნაწილი. არა მარტო განათლების სისტემა, ოჯახშიც ძალიან დიდი აქცენტი კეთდება ხოლმე აკადემიურ ნაწილზე მხოლოდ. და ესეც ძალიან ბევრჯერ აღმინიშნავს და დღესაც ვიტყვი, რომ უამრავი კვლევა იქნება ეს ოქსფორდის, კემბრიჯის, რა ვიცი, თუ გადავხედავთ ჩვენს უახლოეს წარსულსაც, ადასტურებს, რომ მხოლოდ აკადემიური მოსწრება არაფერს არ ნიშნავს. თუ ადამიანს არ აქვს სოციალურ-ემოციური კომპეტენცია, თუ არ შეუძლია თვითრეგულაცია, თუ არ შეუძლია საკუთარი თავის სურვილების დაცვა, მისი წარმატების ხარისხი მხოლოდ აკადემიურით ვერაფრით ვერ განისაზღვრება და რაც არ უნდა ადამიანი იყოს ჭკვიანი, რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს და რაც არ უნდა შეეძლოს, ასე ვთქვათ, კარგი სამსახური ჰქონდეს, კარგი შემოსავალი ჰქონდეს, თუ სოციალურ-ემოციური უნარები არ არის, ასე ვთქვათ, ისე როგორც უნდა იყოს, მისი ეს მიღწევები იმის ნახევარიც ვერ იქნება, რა პოტენციალიც ამ ადამიანს აქვს. ამიტომ ამ მხრივ გაძლიერება, საკუთარი თავის დაცვა, სხვისი დაცვა ამ შემთხვევაში, ხო, რომ უთხრას, აი, როდესაც ხდება ხოლმე ჩვენთან ჩხუბი ეგრეთ წოდებული 30 ადამიანი რომ ერთად არის, ხო? ნახეთ, 30 ადამიანიდან 28-ვე თუ აშველებს ეგრეთ წოდებულად და 28-ვე ისე ერება, რომ მხარეს არ იჭერს, ის ჩხუბი მეტად დიდი შანსი არის ნეიტრალიზირებული იყოს, ხო? ამიტომ თითოეული არ აქვს მნიშვნელობა თქვენი შვილის კლასში არის თუ არა, ან რომელიმე ბულინგის მსხვერპლია, ბულინგის გამტარებელი უშუალოდ თქვენ შვილს ეხება თუ არა ეს, ხო?
ჩვენ თითოეული ჩვენ წარმოვადგეთ როგორც ზრდასრული, ასევე ბავშვის საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს და ერთობლივად მოვახერხოთ სწორედ აი ამ ბულინგის პრევენცია. და აი ეს არის ის ბოლო სლაიდი, რომლითაც მინდა დავასრულო, იმიტომ რომ ნახეთ, როგორც უკვე ვთქვი, სკოლა არის ის, სადაც ყველაზე მეტად ხდება. და აი ამ სკოლაში არის ბულინგის მსხვერპლიც, ბულინგის გამტარებელიც და შემსწრეც, მაგრამ სანამ აი ამ სლაიდს განვიხილავთ ამ ბოლო სლაიდს, როგორც აღნიშნა, ერთი კითხვა ხომ შეიძლება ბულინგის მსხვერპლი მომავალში ბულინგის გამტარებელი იყოს? აი იმის გვეკითხება ჩვენი. ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის და სამწუხაროდ ალბათ თქვენ ყველას გსმენიათ, ბოლო დროს ამერიკასა და ევროპაში ძალიან ხშირად მოხდა, როდესაც სკოლის მოსწავლე შევიდა სკოლაში და დააზიანა მასწავლებლები და თანატოლები, იყო შემთხვევები ცივი არაღიც კი გამოიყენა. მათ 90%-ში აღმოჩნდა, რომ ეს იყვნენ ის ბავშვები, ვინც თავად იყვნენ ძალიან დიდი ხნის მანძილზე ბულინგის მსხვერპლი. იმიტომ რომ ბულინგის მსხვერპლი რას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი იკავებს თავის თავში ბრას მუდმივად, იკავებს წყენას, იკავებს შეურაცხყოფას და კი ბატონო, რიგ შემთხვევებში ამას შეიძლება ძალიან დიდ კულმინაციას მიაღწიოს ტკივილმა და მერე მოbrunდეს საკმაოდ დიდი აგრესიით. ამიტომ დიახ, შეიძლება ნამდვილად. და დავბრუნდები მაშინ ისევ აი ამ სლაიდზე, რაზეც პრინციპში უბრალოდ ესე შეჯამების სახით მინდა რომ კიდევ ერთხელ თვალნათლივ შევხედოთ და გავიაზროთ, რომ ამ პროცესში არ არის ჩართული მხოლოდ ბულინგის მსხვერპლი და ბულინგის გამტარებელი. ამ პროცესში ჩართული არის შემსწრე და ამ პროცესში ჩართული არის თითოეული ამ ბავშვის მშობელი და ყველა მასწავლებელი, ვინც სკოლაში მუშაობს, არ ვიცი, ყველა წარმომადგენელი სკოლის, იქნება ეს დირექტორი, სასწავლო ნაწილი, დარაჯი თუ ასე შემდეგ. ხო, ამიტომ ეს არის მთლიანი მინი თემის, ოჯახური თემი იქნება, სკოლის თემი იქნება თუ მთლიანი საზოგადოების პასუხისმგებლობა, ასე ვთქვათ. კი ბატონო, და სწორედ ამიტომაც ჩვენს გადავწყვიტეთ, რომ ეს პლატფორმა დაგვეთმო ამ თემისთვის, იმიტომ რომ რაც უფრო ავამაღლებთ ცნობიერებას ჩვენ საზოგადოებაში, მით უფრო მეტად შევძლებთ ალბათ ამ პრობლემის დაძლევას და მასთან გამკლავებას და ალბათ თან ხდებით, რომ ეს ასეთი ერთჯერადი საუბრებით არ უნდა შემოიფარგლოს, მუდმივად უნდა იყოს ამ საკითხების განხილვა. განსაკუთრებით ეს მართლა იმდენად დიდი თემა არის, რომ ჩვენ ფაქტიურად პრევენციაზე ვისაუბრეთ და ზოგადად რომ რეაგირების გარეშე არ უნდა დავტოვოთ და ბავშვს თუნდაც უნდა ვასწავლოთ აუცილებლად ის, რომ მიმართოს მშობელს და არა ის, რომ ეს არის ჩაშვება, არამედ არა ზრდასრულს უნდა უთხრას, როგორც კი იგრძნობს, რომ მას ჭირდება ხარდაჭერა ან არაკომფორტულად იგრძნობს თავს და შემდეგ ჩვენ როგორც ზრდასრულებმა უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ, თუმცა კიდევ ერთხელ ეს არის თემა, რომელზეც შეიძლება ერთი კვირა ვისაუბროთ და ვერ ამოვწუროთ. კი ბატონო, ანუ ბავშვმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია რო გავიმეოროთ, რომ ბავშვმა უნდა შეატყობინოს მშობელს, როგორც საკუთარ თავს გადამხდარი ბულინგის შემთხვევის შესახებ, ასევე თუკი იგი შეესწრება, მოწმე გახდება სხვა ბავშვის ჩაგვრის, ხო, ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის გაზიარება და რაც უფრო მეტად იგრძნობენ ბავშვები, რომ ვუსმენთ და გვაქვს მიმღებლობა მათი ნათქვამის მიმართ დაექნებათ ნდობა, მით მეტი შანსია, რომ ასეთი ინფორმაცია მოვა ჩვენამდე. და აუცილებლად ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, სანამ გვექნება რეაგირება და გავერკვიოთ, როგორი არის სწორი რეაგირება ბულინგის შემთხვევაში და არ გავაკეთოთ გამწვავება სიტუაციის და აქვე დავამატებ, რომ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების შემთხვევაში ასევე ორივე კომპონენტია გასაძლიერებელი. ერთი, რომ თავად სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვს შეეძლოს საკუთარი მდგომარეობის მიღება, შეეძლოს ინფორმაციის გაცემა საკუთარ თავზე და საკუთარი თავის დაცვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის.
ასევე ინფორმაციის მიტანა მასწავლებლამდე და მშობლამდე და მეორეს მხრივ გავზარდოთ ცნობიერება ტიპიური განვითარების მქონე ბავშვებსა და მოზრდილებშიც, ვასწავლოთ თანადგომა და მხარდაჭერა, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვისთვის, ეს ყველასთვის არის და აქვე რაც მგონი არ მithქვამს ვიტყვი აუცილებლად, რომ როდესაც იკვლევდნენ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მიმართებაში ბულინგი რამდენად ხშირად ხორციელდებოდა, ერთ-ერთი ფაქტორი იყო სწორედ ის, რამდენად ემეგობრებოდნენ მას ტიპიური განვითარების მქონე ბავშვები, იმიტომ რომ თუ მათ ყავდათ მეგობრები და ისინი იყვნენ ჯგუფის აქტიური წევრები, ბულინგი ბევრად ნაკლებად ხორციელდება მათ მიმართ. ამიტომ აი ესეც ძალიან უნდა გავითვალისწინოთ და მხარდამჭერები ვიყოთ ამ შემთხვევაშიც. ჩვენ პლატფორმას კი ქვია მშობლის სკივრი, მაგრამ ვიცი რომ მშობლების გარდა ბავშვთან დაკავშირებული სხვა პირებიც ვიყურებენ და ძალიან გვახარებს ეს ფაქტი და ეხლა დღევანდელ ჩართვაში მარიამ არაერთხელ გაუსხაზე მასწავლებლის როლსაც ხო ამ პროცესში და აი ამ ხრივაც ყველაზე მთავარი ალბათ რაც მე გამოვყავი ის იყო რომ აი ეს სივრცეები რომ ახსენე სადაც შეიძლება როგორც წესი ნაკლებად ხდება სუპერვიზია და ცოტა უფრო ფარულია თუ უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომია ხო ნაკლებად გადაადგილდებიანი ვთქვათ დასრულები ალბათ ამ სივრცეებზე ცოტა მეტი ყურადღების გამახვილებაც ნიშნავანი რეკომენდაციაა ხო სკოლის არა მარტო სკოლისთვის გულწრფელად ვიტყვი სკოლისთვის ცალკე მართლა კურიკულუმები არის როგორ უნდა მოიქცეს აბსოლუტურად ყველა წარმომადგენელი სად გააკეთოს მეტი ყურადღება როგორ გააკეთოს რომ ბავშვებმა ეს მოფარული ადგილები ნაკლებად ჰქონდეთ და კი მაქსიმალურად რომ ასეთი ფიზიკური აშკარა ნიშნები შეიძლება არ იყოს ეს ბულინგი გამორჩეული და ამიტომ ამ ხრივაც ალბათ მასწავლებელს განსაკუთრებით დიდი პასუხისგებლობა ეკისრება რომ ეს ერთი შეხედვით ისეთი პატარა ნიუანსები რომ აი როგორც ახსენე რომ ვიღაცა შეიძლება არ დაპატიჟეს მხოლოდ ერთი ბავშვი უფრო სწორედ ან ვთქვათ შესვენებაზე განზრახ ოვებენ ცალკე რომელიმე თანაკლასელს და ხდებიან განცალკევებით ან როდესაც მიზანმიმართულად ხდება გარეხა ჩვენ ვერავის მეგობრობას მაინც ვერ ვაიძულებთ იმედია ეს კარგად გამიჯნა ჩვენ მოსმენელმა რომ აქ ამაზე არ არის ლაპარაკი აქ საუბარია მიზანმიმართულ განმეორებით ცდილობაზე რომ ადამიანი გაირიყოს ხო ანუ თანატოლი გაირიყოს რა თქმა უნდა, მეგობრობას ვერავის ვერ ვაიძულებთ, მაგრამ როდესაც მიზანმიმართულად ზიანის მიყენების სურვილია, რომ ემოციურად ამ ადამიანმა თავი ცუდად იქნოს, ამაზე ვსაუბრობთ ბულინგზე, როდესაც ვსაუბრობთ. კი ბატონო. მე მაინც ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვრცელი თემა, ეს ჩართვაც იყო ინფორმატიული და კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ ასეთი ერთჯერადი საუბრებით ჩვენ მე ვფიქრობ არ უნდა შემოვიფარგლოთ, ამიტომ ამ პლატფორმაზე დარწმუნებული ვარ, კიდევ გვექნება ამ თემაზე საუბრის საშუალება და მშობლებს შევახსენებ უბრალოდ, რომ მშობლის სკივრი გაძლევთ შესაძლებლობას, რომ სრულიად უფასოდ გაიაროთ სატელეფონო ან დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით კონსულტაცია სპეციალისტთან თუ კი ну მათ შორის ბულინგის თემებზეც. უღრმესი მადლობა მარიამ ჩვენთან თანამშრომლობისთვის, ამ კიდევ ერთი საინტერესო ჩართვისთვის, რომელიც შეემატა ჩვენ ვიდეოთეკას და მადლობა ლეკუნა ჯაფაშვილს, რომელიც უზრუნველყო თარგმანი ჟესტურ ენაზე. ამით გემშვიდობებით, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ ყველას ნახვამდის.